ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა სიმრავლის გამო საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი აქტი გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, პრეზიდენტის პირველი განცხადების შემდეგ მიმართვა 18,000-ზე მეტმა პირმა შეიტანა. თუმცა 2 ოქტომბრის შემდეგ ეს რიცხვი კიდევ 5,000-ით გაიზარდა. ამიტომ პრეზიდენტმა კიდევ ერთი აქტის გამოცემა გადაწყვიტა. ანდრო ბარნოვი არ გამორიცხავს, რომ განცხადებების სიმრავლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების დამატებითი აქტი კიდევ გამოსცეს. ინიციატივას გამოეხმაურა 23,000-მდე ადამიანი. გახსოვთ, რომ 2 ოქტომბერს გავაკეთეთ ჩვენ განცხადება და პირველი აქტი 2 ოქტომბერს გამოიცა და მას შემდეგ კიდევ დამატებით 5,000-მდე ადამიანი გამოეხმაურა ამ ინიციატივას და დღეს ხელი მოეწერა მეორე აქტს ამ დამატებით ადამიანებზე. დღესვე ეს ყველაფერი უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში, რომ იგივენაირად პროცესი გაგრძელდეს. ინდივიდუალური ამონაწილეების გაცემა ჩვენ ასევე გავაგრძელებთ, თორემ ამას გავაკეთებთ ორშაბათიდან და პარალელურად გავაგრძელებთ განცხადებების მიღებას, ახალი განცხადებების მიღებას, შეწყალებას და ეს პროცესი გაგრძელდება პარალელურად.